მეგობრებო, გადავწყვიტე ჩემი აზრი გითხრათ იმასთან დაკავშირებით, რატომ დაურეკა რუბიომ კობახიძეს, შეიძლება განსხვავდებოდეს ეს აზრი იმ მოსაზრებებისგან, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება დღეს მთელი დღის განმავლობაში, რაღაცა დავაც მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით, რა იყო მთავარი თემა, რას ნიშნავდა ეს და რატომ დაურეკა. ჩემი აზრით, ირანი არ იყო ამ საუბრის მთავარი თემა და არ შეიძლება ერთ-ერთი თემა იყო, მაგრამ ორი რაღაცის გამო არ ვთვლი, რომ ეს იყო მთავარი თემა. ერთი, რომ ძალიან კარგად იცის შეერთებულმა შტატებმა კობახიძე ვინ არის, რა არის და ირანთან დაკავშირებით საქართველოში რა ხდება. ეს რისკები შესწავლილი იყო ჯერ კიდე კამპანიის დაწყებამდე, რაღაცნაირად გადაზღვეულიც არის და ახლა დიდი მნიშვნელობა საქართველოს ეხლა რას იზამს არ აქვს. ჩემი აზრით, ამერიკა ახლა საქართველოს და კობახიძის იმედზე არ არის და კობახიძეს არც რამის გაფუჭება შეუძლია ამ შემთხვევაში, არც რამის გაკეთება არ შეუძლია. და ეხლა ისეთ შეშინებულები არიან ქოცები, რომ წესით საერთოდ ბუჩქებში უნდა იჯდნენ ირანთან დაკავშირებით და ვერაფერს ვერ უნდა ბედავდნენ, მათ შორის აი სავაჭრო თუ ეკონომიკური კავშირები რაც ჰქონდათ და რასაც ბევრი იწერება და რითიც საკმაოდ ფულს აკეთებდნენ სავარაუდოდ, ეხლა საერთოდ გაწყვეტილიც იქნება და არ ამგონია მოკლედ, რომ აი ეს იყოს ახლა მნიშვნელოვანი თემა და მეორე, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შეერთებული შტატების ინტერესი საბედნიეროდ, რომელიც გამოიკვეთა და ძალიან ცალსახად ჩანს საქართველოს მიმართ, არის ბევრად უფრო გრძელვადიანი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ირანის აი ამჟამინდელი კამპანია, რომელიც ახლა მიმდინარეობს და სავარაუდოდ მალე დასრულდება. ეს ინტერესი იკითხება ყველაფერში, დიდი ხანია იკითხება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ტრამპის ადმინისტრაციას პრაქტიკულად არ ქონია ურთიერთობები და იყო მხოლოდ რაღაცა ნიადაგის მოსინჯვა, რაღაცა ტიპის ინფორმაციების გაცვლა, აი ამით შემოიფარგლებოდა რეალურად ეს ყველაფერი. არ ქონია ეს ურთიერთობები, ოცნება კი ამბობს, რომ აი ბაიდენის ადმინისტრაცია იყო ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ ვიცით, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გააგრძელა ზუსტად ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულება და პოლიტიკა ოცნებასთან დაკავშირებით, ანუ არ აღუდგენია სტრატეგიული პარტნიორობა, გააგრძელა სანქციები და მინიმუმზეა მოკლედ ურთიერთობები, ხო? ამაზე უარესი აღარ არსებობს. და რატომ? არა იმიტომ, რომ საქართველოს არ აინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის ოცნება, რასაც წარმოადგენს, მაგრამ ინტერესი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ჩადო რეგიონში, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას აუცილებლად ჭირდება უკვე რაღაცნაირად რომ მოვიდა, რომ საქართველოსთან დაკავშირებითაც რაღაცეები გაირკვეს. და რა უნდა გაირკვეს და რასთან დაკავშირებით. ზაფხულშივე ძალიან ცხადი იყო, როცა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ჩავიდნენ თეთრ-სახლში, იქ სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა და ტრამპის მარშრუტზე ოფიციალურად გაცხადდა. ძალიან ცხადი იყო, რომ შტატები შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში და აქ აღარ რჩება ადგილი რუსეთისთვის, ირანისთვის, ჩინეთისთვის და აქ დომინანტი უნდა იყოს ამერიკა. რატომ სამხრეთ კავკასია, აი მოგვიანებით კიდევ უფრო ცხადი გახდა, რატომ, როცა ცენტრალური აზიის ქვეყნების 5 ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ თეთრ-სახლში და იქაც გაფორმდა შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ. ცენტრალური აზიის ქვეყნები, არც ამასთან დაკავშირებით არის უამრავი სტატია და ბევრი მათგანი მე თვეების წინ დავინტერესდი მოვიძიე, წავიკითხე. იმის შესახებ არის მოკლედ ბევრი ინფორმაცია, რამდენად მდიდარია ეს ქვეყნები με ეგრეთ წოდებული კრიტიკული მინერალებით, რომელიც აი თანამედროვე სამყაროში, თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოებისთვის, თავდაცვის ინდუსტრიისთვის, არ ვიცი, ელექტრომანქანებისთვის, ჩიპებისთვის, აი ყველაფრის წარმოებისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი და ამ ბაზარზე დღეს დომინანტი არის ჩინეთი. იმ შემთხვევაში თუ შტატები შედის ცენტრალური აზიის ქვეყნებში, იქ დებს ინვესტიციებს და საუბარია მილიარდობით ინვესტიციაზე, ის აძევებს ამ რეგიონიდან ჩინეთს და რუსეთს და პარალელურად ჩინეთზე დამოკიდებულებას იხსნის აბსოლუტურად და კონკურენტი ხდება ჩინეთის აი ამ სფეროში და მისი თავდაცვის წარმოება, მისი ტექნოლოგიები არის ბევრად უფრო დაცული სამომავლოდ. აი რო წარმოვიდგინოთ, ახლა რამხელა ინტერესია საუბარი შტატების რამხელა ინტერესზე და მას ზუსტად ამისთვის ჭირდება ეს ეგრეთ წოდებული ზანგეზურის კორიდორი, რომელიც აი წინასწარ დაიბევა, ხო, რაღაცნაირად სომხეთთან და აზერბაიჯანთან აი ამ ურთიერთობების დალაგებით.
აბსოლუტურობით და აი თუ დიდ სურათს შევხედავთ, ეს არის ზუსტად, მაგრამ აი ამ სურათში ერთი ფრაგმენტი აკლდა, თავიდან ატყდა ამბავი, რომ აი ზანგეზურის კორიდორი საქართველოს აღარ იქნება აქტუალური, რა გვეშველება და ასე შემდეგ, მაგრამ ვინც ერკვევა კარგად ბიზნესში, პოლიტიკაში, გეოპოლიტიკაში, ეგეთ სტრატეგიებში, ყველა მიცის, რომ დივერსიფიკაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი, მით უმეტეს, როცა შენ ასეთ სტრატეგიულ პროექტებში აკეთებ ამხელა ინვესტიციას და აი ამაზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რამე, მათ შორის ჩინეთთან კონკურენცია, ურთიერთობა და ჩინეთის დომინაციის შეზღუდვა, ხო? ანუ მხოლოდ ზანგეზურის კორიდორის იმედზე ვერ იქნება შეერთებული შტატები, რომელიც ჯერ არც კი არსებობს და საქართველოს მარშრუტი მისთვის გახდა უნიშნელოვანესი. თუმცა, აი ოცნების მსუბუქად რომ თქვა, თავისებურებიდან გამომდინარე არ ჩქარობდა ოცნებასთან ურთიერთობას, იქიდან გამომდინარე რომ ის ლეგიტიმაციას არ აღიარებს არავინ, მათ შორის არც შეერთებული შტატები, არ ჩქარობდა ამ ურთიერთობას, მაგრამ ეს ამბავი იყო ძალიან ცხადი და აი საელჩოს Facebook გვერდზე, რომელსაც პრაქტიკულად არაფერი აღარ იდება ხოლმე, აი ბოლო თვეებში რამდენჯერმე გამოქვეყნდა ეგეთი პოსტები, რომ აი შტატებს აინტერესებს ოცნების დამოკიდებულება შუა კორიდორთან დაკავშირებით და აი ტრამპის მარშრუტთან დაკავშირებით. ამ თემაზე ალბათ რაღაცა დახურული მოლაპარაკებები მიდიოდა, მაგრამ ჩვენ წარმოვიდგინოთ რა არის ეს მოლაპარაკებები, ჩვენ გავიაზროთ რა ჭირდება შტატებს, რა არის მის ინტერესებში, რა არის საქართველოს ინტერესებში და რა არის ოცნების ინტერესებში და საქართველოს და ოცნების ინტერესები აქ უნდა გავმიჯნოთ, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი და იგივე. რა ჭირდება შტატებს? შტატებს ჭირდება საქართველოში დაბრუნება, ასე ვთქვათ, მთელი თავისი სიმძლავრით, რასაც ქვია. სავარაუდოდ შტატების დიდი ინტერესი არის ანაკლიის პორტში და ეს ღიად არც დამალულა არასოდეს და აი ახლაც ბოლოს რო იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩამოსული ფოთში ჩავიდა, ანაკლიაში ჩავიდა, ანუ არის მათი ინტერესი ეს შავი ზღვის პორტები საქართველოსი, თუმცა ცალკე აღებული შავი ზღვის პორტები არაფერს არ ნიშნავს და ეს შუა კორიდორი, რომლითაც ოცნება ეს იბრიქება და ეუბნება ყველას, რომ ეხო გჭირდებათ ჩემი კორიდორი და დამელაპარაკეთ, მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარ, ეგეთი დიქტატორი გიყვარდეთ და თაყვანი მეცით, სინამდვილეში არაფერი არ არის. ეს არის ჯერჯერობით რაღაცა გეოგრაფიულ ტერიტორია, სანამ აქ არ ჩაიდება ინვესტიციები, სანამ არ გაიმართება ლოჯისტიკური ხაზები, სანამ აქ დიდი ინვესტიცია არ ჩაიდება რკინიგზაში, გამტარუნარიანობა არ გაიზრდება, პორტების გამტარუნარიანობა არ გაიზრდება, მოკლედ ძალიან დიდი ფულია ჩასადები და აქ დღეიდან ვერც ჩინური ფული ჩაიდება, ვერც რუსული, ну არც არასოდეს მოიაზრებოდა, მაგრამ ვერ ჩაიდება. აქ უნდა ჩაიდოს მხოლოდ დასავლური ფული და ეს მარშრუტი უნდა განხორციელდეს დასავლეთის დომინაციით. ერთი ევროპა არის დაინტერესებული ზოგადად ამ მარშრუტით და ამის გამო შეჭამეს ევროპა, რომ აი თქვენ ხო გჭირდებით და რა დღეში ხართ და აი მოდი დაგველაპარაკეთ, ხო, ოცნება. აი ამას ამბობს, რომ თქვენ უფრო გჭირდებით ვიდრე ჩვენო და ახლა უკვე შეერთებული შტატების ინტერესები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მისი ტვირთები იყოს გარანტირებული, დაზღვეული, მას კონდეს დივერსიფიცირებული მარშრუტები. აქ ყველაფერს რო თავი გავანებოთ, აი კონკრეტულად ცენტრალური აზიიდან წამოსულ ტვირთებზე არის ლაპარაკი, რომელიც ამერიკისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. მისი აი ძალიან გრძელვადიანი სტრატეგიის თვის არის მნიშვნელოვანი და აქ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ეს არის ტრამპის მერეც ესე იქნება, შემდეგი პრეზიდენტის მერეც ესე იქნება, იმიტომ რომ ეს არის ამერიკის სტრატეგია, მოკლედ რომ აი ეს ახალი ტექნოლოგიებისთვის საჭირო კრიტიკული მინერალების მოპოვება სტაბილურად და ტრანსპორტირება განხორციელდეს, ხო? ეს არის შტატების ინტერესი და ჩემი აზრით ამისთვის ის მზად არის, რომ საქართველოში ჩადოს ინვესტიციები, შემოვიდეს, მაგრამ ну როგორ გინდა რომ შემოხვიდე, აქ ის ვიღაცა კაცი, რომელიც არის რუსეთის პროქსი და რუსეთის მთავარი ინტერესი, იგივე ჩინეთი შეიძლება იყოს აქ მხოლოდ საბოტაჟების მოწყობა, ხო? ძალიან ძნელია ესეთ დროს მიიღო გადაწყვეტილება და ჩემი დაკვირვებით და ჩემი ინფორმაციით აქამდე მიდიოდა რაღაცა ზონდირება მათთან, აი რისთვის არიან საერთოდ ვინ არიან, რას წარმოადგენენ, ანუ რამდენად რუსეთზე არიან დამოკიდებულები, რამდენად საერთოდ შეუძლიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. ამ ხნის მანძილზე აი ოცნების ინტერესზე რომ გადავიდეთ, ოცნების ინტერესი არის ის, რომ უბრალოდ ყველამ თავი გაანებოს და მიუშვან და კონდეთ აქ თავისი ლამაზი კოხტა დიქტატურა, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა სინამდვილეში სულ არ უნდათ, იმიტომ რომ მე ის ხა
სტრატეგიული პარტნიორი რო არის და აქ შენთან რო ფულს ხარჯავს, შენ ჯარს ეხმარება და ასე შემდეგ. მე კითხვებს გისვამს დემოკრატიაზე, არჩევნებზე, სასამართლოზე და არ უნდათ მოკლედ რა ხა ძალიან მინიმუმ შეაწუხოს, მაგრამ მეორე მხრივ რაღაც ილუზია რო აი შტატებთან დაალაგდნენ ჭირდებათ, იმიტომ რომ თავის ხარდამჭერებს აჩვენენ რომ აი ხალხო ყველაფერი კარგად არის, თქვენ ნერვიულობთ, მაგრათა ვართ. დიდხანს ვიქნებით, ამიტომ რაღაცა ნიშნები მაინც ჭირდებათ შტატებთან ურთიერთობის აღდგენის, თუმცა მხოლოდ ზედაპირული ნიშნები ჭირდება და გარდა ამისა ეშინიათ, იმიტომ რომ იციან რომ ესე მარტივად არ არის რა, რომ ეხლა რაღაცა რომელიღაცა ოკეანეში მიკარგული კუნძული არ არის საქართველო, რომელთან ამერიკას არასოდეს არაფერი არ ქონია, ხო? ჩვენ მქონდა ძალიან თბილი, ახლო, მჭიდრო, მეგობრული პარტნიორი ურთიერთობები, რომლებიც უბრალოდ შეწყდა, იმიტომ რომ კოცები მოიქცნენ უმსგავსოდ და შესაბამისად იციან რომ თუ ესე გააგრძელებენ და თუ ამერიკასთან ესე დაძაბავენ ურთიერთობას, მით უმეტეს მისი სრულად ლეგიტიმური და საქართველოს ინტერესებთან თანხვედრი ინტერესების იგნორირებას გააკეთებენ, ისინი დაისჯებიან მაგალითად სანქციებით და რა ვიცი კიდე არის სხვადასხვა მეთოდები, ხო? ამიტომ ეშინიათ ეხლა განსაკუთრებით მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს, რომ თურმე ტრამპი არ არის იზოლაციონისტი და არ ჩაიგეთა იქეთა ნახევარსფეროში და აქეთაც საქმეები აქვს და მათ შორის ირანში, ხო? ეს კოცებისთვის დიდი შოკი იყო, მაგრამ ნუ ეხლა ამის გამო ცოტა ეშინიათ და საქართველოს ინტერესი რა არის, რაც თავარია, ხო? კოცების ინტერესებისგან განსხვავებით, საქართველოს ინტერესი არის ის, რომ დაიბრუნოს შეერთებული შტატები საქართველოში, დაიბრუნოს ეს მეგობრობა, დაიბრუნოს ეს პარტნიორობა ზოგადად დასავლეთთან და კონკრეტულად შეერთებულ შტატებთან. საქართველოს ინტერესი არის, რომ ამერიკა მართლაც ჩადოს ფული ანაკლის სპორტში. შემოვიდნენ ამერიკული კომპანიები, ჩაიდოს ინვესტიციები საქართველოს ტრასებში, რკინიგზაში, გაიზარდოს გამტარუნარიანობა, პორტის ლოჯისტიკა ხდებოდეს დასავლური კომპანიების მიერ, დასავლური სახელმწიფოების მიერ, კონკრეტულად ამერიკის მიერ, იმიტომ რომ ის იყოს სულ დატვირთული, სულ ცხოვრება დუღდეს, აქაური ეკონომიკა ადუღდეს და მიებმება ამას მე ყველაფერი და გავცოცხლდებით, ხო? ანუ საქართველოს ინტერესები და შტატების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. უბრალოდ პრობლემა არის ის, რომ რამდენად შეუძლია ოცნებას თან ეშინია რომ ამერიკას უარი უთხრას, მაგრამ მეორე მხრივ ეშინია რუსეთის, იმიტომ რომ თუ ის კარს გაუხსნის შეერთებულ შტატებს, რომ შემოვიდეს ის ანაკლიაში, აქ იყოს ისე დომინანტი საქართველოს სტრატეგიულ გზებზე, ლოჯისტიკა განახორციელოს თვითონ, რაც ჩვენთვის იქნება ფანტასტიკური მართლა და აქ დიდი ინვესტიციები იყოს და პარტნიორობა აღდგეს, რუსეთი ამით ძალიან გაბრაზდება და ივანიშვილს არ შეუძლია უბრალოდ ამ გადაწყვეტილების მიღება. აი ამ ხნის მანძილზე ხდებოდა რაღაცა პოზიციების მოსინჯვა, ვიცით ხო, ვიღაც მინისტრის მოადგილე ჩავიდა იქ და ელაპარაკნენ და ადრე დავითაშვილი დადიოდა ხოლმე და მერე კობახიძემ სულ გააგდო. მერე ეს მინისტრის მოადგილე, რომელიც იყო ჩასული ბოლოს შტატებში, რო ჩამოვიდა იქიდან ირანის საელჩოში გაუშვეს მიღებაზე და იმის მერე ეს ადამიანი ჩათვალეთ რომ დაკარგულია ამ მოლაპარაკებებში. აი სამხარაძე იყო ჩასული, მაგრამ აი რაღაც დაბალი დონის შეხვედრები მიდიოდა და სპეციფიკა აქვს მოკლედ ოცნებას რა და პარტნიორებისთვის ამიტომ არის წარმოუდგენელი ამათან ურთიერთობა, რო უკვირთ ხოლმე რომ აი დიქტატორებთან ხო აქვს ურთიერთობები და ჩვენთან რატო არ აქვს და იმიტომ რომ ეს დიქტატორები თავის თავს წარმოადგენენ და აქ ვინ ვის წარმოადგენს არის ის შეერთებულმა შტატებმა, აი ვის დაელაპარაკოს, ხო? მოკლედ ჩემი აზრით დადგა რაღაც საკითხების გარკვევის დრო, რომელიც აი რაღაც დაბალ დონეზე განიხილებოდა და კოცები რას აკეთებდნენ ამ ხნის მანძილზე, ჩემი დაკვირვებით და ცოტა ინფორმაციითაც დრო გაყავდათ. მათ ჰქონდათ არჩეული დროის გაყვანის სტრატეგია. ანუ ამბობდნენ ანაკლიაზე, უბრუნებდნენ ამერიკელებს, რომ მოგცემთ არ არის პრობლემა. ოღონდ როგორ იცი რომ აი ხვალზე, გმაზე ხო რა ვიცი, მოვიფიქრებთ, ამას ვიზამთ, მერე იმას ვიზამთ, მაგრამ კონკრეტულ პასუხს, კონკრეტულ ვადას არ ამბობდნენ. რომ აი როდის შეიძლება რომ ვთქვათ გამოცხადეს კონკურსი მაგალითად ან ამერიკულ კომპანიებს გადაეცეთ, ხო? აი რაღაცა პირობებით, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოც ალბათ დარჩება წილში, მაგრამ აი ამერიკულმა კომპანიებმა განახორციელონ ეს პროექტი, ხო? მოკლედ რო გაყავდა ქართულ ოცნებას და სავარაუდოდ რუბიოს ზარი ნიშნავდა, მაგრამ ატყუებდა თან, რომ კი, აი ამას ვიზამ, ამას გავაკეთებ.
მაგრამ რუბიოს ზარი სავარაუდოდ ნიშნავდა იმას, რომ აი ხო თქვით თქვენ რომ აი ამას გავაკეთებ, აი გითხარით თუ შეიძლება როდის და აბა უკვე შენ ხარ ხო გადაწყვეტილების მიმღები და აბა დავილაპარაკოთ ახლა რომ მე ისე არ მოხდეს რომ ვიღაც მინისტრის მოადგილეს ელაპარაკები და ზეგის აღარ არის მინისტრის მოადგილე ახლა მე შეიძლება პრინციპში კობახიძესაც რომ დაელაპარაკები აღმოჩნდეს რომ ზეგ კობახიძეც აღარ არის პრემიერ-მინისტრი მაგრამ ამ ყველაფერს უკვე ივანიშვილისთვის ექნება ფასი იმიტომ რომ აი უკვე როცა დარეკა რუბიომ აქ ნიშნავს რომ ეს აღარ არის საბავშვო თამაშები და გითხარით პასუხი თქვენი პოზიცია გითხარით მოკლედ ესე მე ესე გავიგე რომ დროის გაწელვა უბრალოდ აღარ გამოვა ეხლა მეორე საკითხი რაც შეიძლება გვაწუხებდეს ჩვენ ყველას და მათ შორის პროტესტის მონაწილეებს მათ შორის ოპოზიციას არის თუ არა ეს ლეგიტიმაცია ოცნების რაც ხდება შტატებსა და საქართველოს შორის ამ შემთხვევაში უბრალოდ ქართულ ოცნებას შორის არა ეს არ არის ლეგიტიმაციის მაგვარი რამეც კი თუ ჩახედეთ რუბიოს კი არა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ამ სატელეფონო საუბრის შესახებ იქ იყო სულ ორი წინადადება არანაირი პარტნიორობის აღდგენაზე არ ყოფილა საუბარი საერთოდ არანაირი ეს იყო ძალიან ტექნიკური ძალიან მოკლე ტექსტი და ხაზგასმული იყო რომ აი ორმხრივი ინტერესების სფეროებზე იყო საუბარი კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ჩათვლით. აი ეს იყო ნათქვამი და მეტი არაფერი, აი ეგეთი განცხადება მე არც კი მინახავს სიმართლე რომ გითხრათ სატელეფონო საუბრების შემდეგ, ბევრად, ну რა ვიცი, მინიმუმ 5 წინადადება მაინც არის ხოლმე და რაღაცა ფორმალური შეფუთვები ხდება. ანუ ესეც აჩვენებს რომ ზუსტად იციან ვისთან აქვს საქმე, რომ დღეს რომ ერთსეუბნებიან, ხვალ შეიძლება გადააგდონ და ეხლა ჩემი აზრით მიმდინარეობს უბრალოდ ამათი ტესტირება. შტატების მხრიდან და რა შეიძლება იყოს კარგი, რა შეიძლება იყოს ცუდი, ერთის მხრივ ცუდი უბრალოდ არ შეიძლება იყოს ნებისმიერ შემთხვევაში, რომ აქ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები დაბრუნდეს საქართველოში, ცუდი ის იქნებოდა, რომ საერთოდ დავევიწყებინეთ და ჩვენი არსებობაც აღარ გახსენებოდათ და ჩვენ დავეტოვებინეთ რაღაც რუსეთის უკანაეზოდ და ეს საფრთხე აღარ გვემუქრება და ეს უკვე ძალიან კარგია. ну, ცუდი არის, რა თქმა უნდა, ის რომ ჩვენ ჯერჯერობით ვერ შევცვალეთ ხელისუფლება და პრაგმატული ინტერესების რეალიზაცია თუ დაჭირდება შეერთებულ შტატებს, მას მოუწევს რაღაც დოზით კონცეპტთან თანამშრომლობა, თუნდაც ეკონომიკური და ტექნიკურ საკითხებში და კითხვა რაც ჩვენ ყველას გვაქვს, შეიძლება თუ არა, რომ შტატებმა, აი ვითომ არაფერი მომხდარა, ამათ აქ თავის დიქტატურა აგუგუნონ, რეპრესიები აგუგუნონ და ჩვეულებრივად გააქცევოს ურთიერთობა კონცეპტთან, ვითომ აქ არაფერი. არა, ეს უბრალოდ ვერ მოხდება. ჯერ ერთი უკვე ძალიან სტარად გამოიყურება ის პოზიცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ადამიანის უფლებები საერთოდ არ აინტერესებს და ამ პოზიციიდან არავის არ ელაპარაკება, იმიტომ რომ მინიმუმ ვენესუელაში ვნახეთ ჩვენ და ბელორუსში რომ პოლიტპატიმრები გააშვებინეს, ლუკაშენკოს მაგალითად, რა ვიცი, ხო ბელორუსში საერთოდ რა ესაქმება შტატებს, მაგრამ აი ეგეთი მუღამი აქვს, როგორც ჩანს ტრამპს, რომ პოლიტპატიმრებს ათავისუფლებინებს ვიღაცებს და მოწონს ეს პროცესი და ლუკაშენკოს გააშვებინა პოლიტპატიმრები. ყოველგვარი არ ვიცი ხა რაზე მოილაპარაკეს, რა პერსპექტივა აქვს ბელორუსს შტატებთან ურთიერთობაში. რაღაც გარიგება ალბათ დაიდებოდა. შეუძლებელია უბრალოდ ჩემი აზრით, რომ ამათ კონცეპტთან ამერიკელებმა დაიწყონ ურთიერთობა ისე, რომ არ მოითხოვონ პოლიტპატიმრების ნაწილის მაინც გათავისუფლება. და სავარაუდოდ ეს იქნებოდა აი ამ საუბრების ერთ-ერთი მთავარი თემაც. სავარაუდოდ აი ბოლოს რო იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩამოსული, რაღაცა ინფორმაცია წაიღო, თითქოს და რაღაცა ალბათ უთხრა რომ მზად არიან ესენი რომ რაღაცეებზე წამოვიდნენ და მე აი მხოლოდ ამის მერე დაურეკა რუბიომ, რომელიც არის სერიოზული კაცი და არაპირებს ახლა თავი მასხად აიგდოს, ხო? ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი თემა იქნებოდა პოლიტპატიმრების ნაწილის მაინც გათავისუფლების თემა ეს როგორც პირველ ეტაპზე მოკლედ რომ საერთოდ რამეზე დაიწყოს ლაპარაკი, აი რამეზე დაიწყოს ლაპარაკი დიდ პროექტებზე ლაპარაკი ვერ დაიწყება ისე თუ აქეთ ამ მხრიდან რაიმე სერიოზული მზადყოფნა სერიოზულობა არ აჩვენეს მოკლედ და შტატების განცხადებებში არაერთხელ ყოფილა ნათქვამი რომ ჩვენ ველოდებით საქართველოს მხრიდან მათ ძალიან კარგად იციან რა უნდა გააკეთონ რომ დაგვანახონ ეს ნაბიჯები
ჩემი აზრით აუცილებლად იქნება ერთ-ერთი მოთხოვნა ან საუბრის თემა იქნება ის, რომ შეიცვალოს ეს აუტანელი გარემო, რომელიც არის შექმნილი აქ დასავლელი პარტნიორებისთვის, აი პრაქტიკულად ისეთი კანონები მიიღეს, რომ საელჩოებთან და უწყებლებთან ურთიერთობა დანაშაულად ითვლება და შეიძლება საბოტაჟისთვის სუსმა დაგიჭიროს, თუ შენ არ ვიცი რომელიმე საელჩოს მაგალითად შეკვეთა შეუსრულე რაღაცა მომსახურება გაუწიე, შეიძლება ხოლ დაგიბარონ სუში და დაგიჭირონ, ხო და ეს არის არანორმალური ვითარება. თუ შტატები აქ რამენაირი პროექტით უნდა შემოვიდეს, ან ინვესტიცია შემოვიდეს, ამას მოყვება ხოლმე არასამთავრობო ორგანიზაციები, აუცილებლად კომპანიები, დასაქმება ადამიანების, აქაურების, ამერიკელების, ევროპელების და ასეთ დროს ახლა სუსმას დიოს ადამიანებს, რომ შენ ახლა საჩაგერიცხა ფული, რატო ჩაგერიცხეს ფული, შენ აგენტი ხარ თუ ვინ ხარ, საბოტაჟს აწყობ თუ deep state-მა დაგიქირავა თუ ვინ ხარ, ეს წარმოუდგენელი სიგიჟეა და შეუძლებელია, რომ ამერიკა აი ამ პირობებში ოპერირებას დათანხმდეს და ჩემი ვარაუდით ერთ-ერთი მოთხოვნაც იქნება ეგრო აი ეს ყველაფერი შეიცვალოს. და ანაკლია. დროის გაყვანის შანსი ჩემი აზრით ქართულოცნებას აღარ აქვს. ანუ ძალიან კონკრეტულ ადებში ჩემი აზრით მათ უნდა უთხრან ამერიკელებს. ანუ ამერიკულ კომპანიებს უშვებენ ანაკლიაში თუ არ უშვებენ. იცავენ ამერიკის ინტერესებს, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზუსტად შეესაბამება საქართველოს ინტერესებს, რომ აქ ამერიკული ინვესტიციები ჩაიდოს, უშვებენ ამ კომპანიებს საქართველოში თუ არ უშვებენ. ჩემი აზრით რუბიოს ზარი კობახიძესთან ნიშნავდა ზუსტად ამას, რომ აი ველოდებით რაღაცებზე პასუხს. ამიტომ არის ჩემი აზრით, რომ დიდი ჟივილხივილი ქოცებს არ აუტეხავთ, ხა რიმა ბერაძეს უხარია, იმიტომ რომ არის გაგებაში არ არის, მაგრამ აი ეს ტროლბოტები კი და ნამდვილებიც, რომლებიც კობახიძისგან იმართებიან, ზუსტად ვიცი, აი ხა მე რომ მომიქსებს ხოლმე ეს ერთიანად ყველას, ზუსტად ვიცი როგორ იმართებიან ერთი ხელი საქნელაზე. ისინი ჯერ არ ზეიმობენ და ზოგმა ისიც კი თქვა, რომ რავი ნეტა ჯერ არ გავხსენებოდით, არ შეგხმიანებოდნენ, ხო? არ არიან ჯერჯერობით აღფრთოვანებულები, იმიტომ რომ რაღაცეებზე პასუხი აქვთ მოკლედ გასაცემი ქოცებს ივანიშვილს, კობახიძეს, ანუ მაგალითად ანაკლიასთან დაკავშირებით და რაღაცნაირად ჩემი აზრით ორ ცეცხლს შუა არიან, იმიტომ რომ თან ეშინიათ რუსების და თან ეშინიათ ამერიკელების, ანუ ამერიკელებს უარს ეწყვიან ეშინიათ მათი ამერიკელებს დათანხმდებიან ამაზე, ეშინიათ ერთი რუსეთის და გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ესე უკვე უბრალოდ ვეღარ გამოვა, ეს რაზეც ახლა ვილაპარაკობ და ჩამოვთვალე ჩემი აზრით არის უბრალოდ პირველი ეტაპის ტესტი და თუ ეს ტესტი გაიარა ოცნებამ, მერე კიდევ სხვადასხვა ტესტები იქნება, სანამ აქ ჩაიდება სერიოზული ინვესტიციები, იმიტომ რომ შტატები ვერ დაუშვებს, რომ მილიარდობით ინვესტიცია ჩადოს ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს, სადაც რომელიც არის რუსეთის ორღობე, ყველა ბუჩქის ძირას ვიღაც FSB-შნიკი ზის და დაზვერვას აწარმოებს ესე ღიად, ველურად და შენ შეიძლება საბოტაჟი გაგიკეთოს ელემენტარულად ტვირთების, სადაც ირანის აგენტები სეირნობენ და რასაც უნდათ იმას აკეთებენ და ირანის ელჩი შეუძლია გამოხდეს და რაღაცები დაიმუქროს და გადაბლატავებული იყოს ამ ქვეყანაში, ანუ ეგ უბრალოდ ვერ მოხდება, იმიტომ რომ ამ პროექტებს ჭირდება უსაფრთხოება და შესაბამისად ქართული ოცნება თუ ამერიკას წაყვა აი ამ ურთიერთობებში ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის და როგორიც უნდა რომ იყოს, ნუ აი ეგეთი დიქტატურა, რუსული დიქტატურა ფიზიკურად ვეღარ იქნება. უბრალოდ ჩვენ კი შეიძლება გვეწყინოს, რომ ვაიმე რატო ელაპარაკება ვინმე ქოცებს, მაგრამ ჩემი აზრით მთავარია რომ ამერიკა აქ შემოვიდეს უბრალოდ, ამერიკა აქ ხელისუფლებას ვერ შეგვიცვლის, ხელისუფლება არის ჩვენი შესაძლებელი და ერთადერთი ეს შეგვიძლია იმ პირობებშიც გავაკეთოთ, როცა ვთქვათ აქ ამერიკას დაწყებული ექნება ანაკლის სპორტის მშენებლობა, ხო და შეიძლება კიდევაც უკეთესი გარემო იყოს. ამისთვის ეს ქოცებს ლეგიტიმაციას უბრალოდ ვერ შესცენს, მათი ზნედა ჩვევები კარგად იცის ყველამ და მათ ჩემი აზრით არ მიცემენ ამის შესაძლებლობას, მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება დაგვაკლდეს, ასე ვთქვათ, აქეთ ამ მხარეს არის ის, რომ თუ ესენი რაღაცებს დათანხმდებიან, მაგალითად პოლიტბატონების ნაწილს მაინც გამოუშვებენ პირველ ეტაპზე და ვთქვათ, რაღაცებს შეცვლიან კანონებში და თუ ამერიკულ კომპანიებს დაუშვებენ აქ ინვესტირებისთვის სხვადასხვა ლოჯისტიკურ პროექტებში, უბრალოდ ივანიშვილი სანქციებს გადაივადებს ამით და ნუ ეს შეიძლება არ დაგვეხმაროს მოკლედ სანქციების იმედი რო გვაქვს, თუმცა სხვა ქვეყნებიც არსებობენ და ევროპის სანქციები შეიძლება პირიქით უფრო
მწვავე იყოს მერე და ევროპამ მოახერხოს აი ამათი სანქცირება. ასე რომ ამ ეტაპზე ერთადერთი ეს ზიანი შეიძლება გქონდეს, რომ ვთქვათ ამერიკა აღარ დაასანქცირებს ამათ, მაგრამ ის რომ რაღაც ლეგიტიმაციას მისცემენ და ამათაც დაიფიცებენ და იდარდებენ იმაზე, რომ აბა ეხლა კოცები კარგად ყავდეს, ეს არ იქნება პირიქით შეუძლებელია, რომ შტატები არ იყოს დაინტერესებული სამომავლოდ იმაში, რომ თუ აქ ჩადებს დიდ ინვესტიციებს, აქ იყოს ნორმალური სასამართლო, აქ იყოს გამართული ინსტიტუციები, აქ არ იყოს კორუფცია, მის ამერიკულ კომპანიებს აქ არ უწევდეთ ქთამების გადახდა და რაღაცა საშინელ გაუგებარ მაფიოზურ რაზბურკებში მონაწილეობა და აი ივანიშვილის წესებით მართულ ქვეყანაში ოპერირება. ანუ ეს ავტომატურად გამოირიცხება. ეს იქნება შეუძლებელი. ამიტომ მე არც ბევრი დადებით და უარყოფითი მხარე შეიძლება გქონდეს ამ პროცესს, უბრალოდ რატო ყვები ამ ყველაფერს, რომ მე ესე ვხედავ. არ ვიცი, შეიძლება ვცდები. ძალიან მალე გამოჩნდება ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, მაქსიმუმ 2 თვეში გამოჩნდება, საით მიდის ეს პროცესი, გამოჩნდება კოცების გადაწყვეტილებებში. მათ შორის შეიძლება იყოს აი რაღაცა ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილებაც, რაც ამერიკის ინტერესებში შედის, მაგალითად, კოცებს შეიძლება მოუწიოთ თანამშრომლობა იმ საკითხში, რომ აი რეადმისიის ხელშეკრულება გაფორმდეს და გაადვილდეს ამერიკაში ამერიკიდან ქართველების დეპორტაცია. აი ესეც მაინც რო იცოდეთ და გაითვალისწინოთ. შეიძლება ამის გაკეთებაც მოუწიოთ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი შეიძლება არ ქონდეთ, რომ აქ მიიღონ 10,000 ქართველი უმუშევარი და სოციალური ფონი ამით დამძიმდება. მოკლედ გამოჩნდება ეს ყველაფერი. უბრალოდ მე არ მინდა, რომ ჩვენ რაღაცებზე ანუცებს ემოციურად გავბრაზდეთ ხოლმე, რაღაცეებში მერე დეპრესიაში ჩავარდეთ და ვთქვათ, რომ აი დაკარგული ამბავი ამათ ვინმემ ლეგიტიმაცია მისცა. არა, მე მომხრევა, რომ პროცესი დავინახოთ დიდ სურათში და ჩვენთვის სასარგებლო რაღაცები დავიჭიროთ ამ პროცესში და ჩვენთვის სასარგებლო ნამდვილად იქნება თუ კოცები მოტეხეს, ასე ვთქვათ, მოსტეხეს რქები და აიძულეს, რომ რაღაცა დათმობებზე წავიდნენ. და კარგი ის არის კიდე, რომ თუ კოცები არ წავიდნენ დათმობებზე, აი ეხლა, აი ამ მომენტში, ახლო მომავალში მათ აღარ აქვს მოკლედ ლავირების დრო და სივრცე, დროზე უნდა დადონ პასუხები. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მათ ელიც ძალიან ცუდი რაღაცები და ტრამპი რო ბრაზდება ხოლმე ვიცით რეებსაც აკეთებს. ამიტომ მე ესე ვხედავ სიტუაციას და ძალიან დიდი ინტერესით ველოდები განვითარებას. ჩემი აზრით არ უნდა იყოს კობახიძე კარგ ხასიათზე ახლა და არც მაინდა-მაინც ივანიშვილი, მაგრამ ნახოთ, არ ვიცი როგორ განვითარდება პროცესი, სიმართლე რო გითხრათ, არ ვიცი. უბრალოდ ჩემი მოსაზრებები გითხარით, დიდი მადლობა თუ ბოლომდე მომისმინეთ ვინმემ. წავედი კარგად.